გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. სალომე ზურაბიშვილის მორიგი მიმართვა წავიკითხე. ვერ მივხვდი ვის მიმართავდა, მაგრამ ალბათ ერსა და ბერს, თანაც მთელი მსოფლიოს. არა მსოფლიოს კი არა, მთელი სამყაროს ერსა და ბერს. საქართველო ყველგან იქნება წარმოდგენილი, სადაც მისვლას შევძლებ, მაგრამ ჩემი ძირითადი მუდმივი ადგილსამყოფელი არის საქართველო და მე არსად ვაპირებ რომ წავიდე. ცოტა ოღრო-ჩოღრო და ნათქვამი, მაგრამ სალომესგან ეს არ გვიკვირს. ხო და იმას ვამბობდი, ასეთი რამ არ გამიგია მეგობრებო. მიშა ისიც 2013 წლის შემდეგ საზღვარგარეთ რომ დარბოდა თავის თავს მოქმედ პრეზიდენტად არ წარადგენდა. ამდენი ჭკუა კი ჰქონდა ჩვენს მიშიკოს. ხო, ამბობდა რომ მან შექმნა საქართველო, რომ მის მოსვლამდე ქართველებმა წერა-კითხვა არ იცოდნენ, რომ მან ასწავლა ქართველებს მრავალხმიანობა, რომ მან თქვა იყოს ნათელი და იქმნა ნათელი, ანუ მოვიდა შუქი. სხვა შორის ჩემი მოსკოველი რუსულენოვანი მიშისტები მეუბნებიან, აი მიშამ საქართველოს შუქი მისცაო და ამ სისულელეს სრულიად სერიოზულად დღესაც იმეორებენ. ვეკითხები კი, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ ეს ამბავი? ანუ შევარდნაძეს დიდი რუბილნიკი, ანუ გამომრთველი ჰქონდა გათიშვილი და მოვიდა მიშა და ის გამომრთველი, ანუ რუბილნიკი ჩართო? ხო, აი აქ კი იბნევიან და სხვა თემაზე გადადიან. ხო და იმას მოგახსენებდით, რომ მიშა კი დარბოდა საზღვრებს გარეთ, მაგრამ მოქმედი და ლეგიტიმური პრეზიდენტი ვარო არ ყვიროდა და ამ ქალმა კი გადაუჯოკრა. მე ვარ ლეგიტიმური პრეზიდენტიო. ზოგჯერ ვფიქრობ, იქნებ არც იცის რომ აღარაა პრეზიდენტი. იქნებ ახლობლები უმალავენ. მაინც ასაკიანი ქალია და ჩვენ ასაკიან ადამიანებს ახლობლები გვიცავენ, ბევრ რამეს არ გვიმხელენ და ჩვენს მოგონილ სამყაროში გამაგრძობთ არსებობას. შეიძლება ასეცაა, არ ვიცი, მაგრამ ვისაც ის ხვდება, განა მათ არ იციან ვინ ზის მათ წინაშე. თუ იქნებ ფიქრობენ, რომ ეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილია. ამას წინათ თურმე ჯო ვილსონს შეხვედრია. ვინც არ იცის თუ ვინა ჯო ვილსონი, მოგახსენებთ, რომ ჯო ვილსონი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრია რესპუბლიკური პარტიიდან. სხვა შორის იმ პალატის წევრია 2001 წლიდან, ანუ საუკუნის 1/4 პალატაშია. და როგორც ხვდები, სამუდამოდაა იმ პალატაში. არა ახალგაზრდა კაცი 77 წლისაა და ამიტომ რამე რომ ერეოდეს არ იქნება გასაკვირი. ეტყობა ამიტომაც რასაც ამ ბოლო დროს ჯო ვილსონი ღაღადებს არის ბოდვა. თუმცა ჩვენი ნაცებისთვის ოღონდ უცხოელი იყოს და თუ გინდა იყოს დრაკულა, ანუ ვლად ცეპეში. მთავარია რამე მათ სასარგებლოდ თქვას უცხოურად. და ეს ჯო ვილსონი სრულიად ნაცების ნარატივს ახმოვანებს და მგონი თავისი მშობლიური აშშ უკვე აღარც ახსოვს. სულ ჩვენს ამბებშია გახვეული და დღე არ გადის რამე უგემური რომ არ გვაკადროს. ხო და ამ ჯო ვილსონმაც იბოდიალა, მაგრამ რა იბოდიალა. თავის X პლატფორმაზე დაუწერია, რომ მიხარია, რომ შეხვდით ჩემს მეგობარს, საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს. არალეგიტიმურმა ივანიშვილმა, რატომ არალეგიტიმურმა, ოქტომბერში გააყალბა არჩევნები, საიდან მოიტანა. და ახლა მიყავს საქართველოს დიქტატურისკენ. ჩვენ ამ რეჟიმისთვის გვჭირდება სასწრაფო სანქციები, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის ერთადერთი გზა. ნახე ფოტოსურათი, სადაც სალომე ზურაბიშვილი და ჯო ვილსონი ერთად სხედან, ერთმანეთს უყურებენ და მათ შორის ერთგვარი ქიმიაა. ჯერ გამეცინა, მე ვიფიქრე, რაზე და ვიზე ვკარგავ დროს, მეგობრებო, დროს, რომელიც ფულზე უფრო ძვირფასია. მინდოდა მეთქვა მკვდარს აეკიდა, მაგრამ არა, არ ვეტყვი, რადგან ზრდილობიანი ვარ. ხო და დადის ახლა სალომე ზურაბიშვილი ევროპა-ამერიკაში, ხვდება ვიღაცებს და რაზე ელაპარაკება, ვერც წარმომიდგენია. არ გამიკვირდება საუდის საემიროებში ტრამპისა და პუტინის შეხვედრაზეც, რომ გაიელოს ჩვენმა სალომეამ. თავარია სწორ მხარეს, ანუ
ამერიკელებთან დადგეს ეს ჩვენი ფრანგი ქართველი. ან ქართველი ფრანგი როგორც გენერალ. პრინციპში კი მგონი არც ქართველია და არც ფრანგი, თუმცა ეს ჩემი პრობლემა არაა. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.